გამარჯობეთ იყოთ მეგობრებო. ეს არის საავტორო გადაცემა. მე თეიმურა შაშიაშვილი ვარ. ეს გადაცემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენ უკვე დიდი ხანია ყოველ სამშაბათს 3 საათზე ვართ პირდაპირ ეთერში. მაგრამ ზოგიერთი ცვლილება ხდება და ამის თაობაზე ვიტყვი თავიდან, რომ მეცნიერთა კონგრესის დრო ტელევიზიასთან შეთანხმებით იქნება ყოველ სამუშაო დღეს 4-დან 6 საათამდე. და ჩემი გადაცემაც იქნება როგორც მეცნიერთა კონგრესის დროის ერთი შემადგენელი ნაწილი, ისევე როგორც სხვა გადაცემები, რომელიც ქონდა აქამდე საავტორო მეცნიერთა კონგრესის წევრებს. ანუ ყოველ სამშაბათს 4 საათზე იქნება უკვე მომავალში ეს გადაცემა და ნებისმიერს როგორც მეცნიერთა კონგრესის დროში რა გადაცემებიც მიდის, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას. გარედან შემოვიდეს, დასვას კითხვა, მიიღოს მონაწილეობა. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა დღეს საქართველოში საინფორმაციო სივრცეში, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, შეძლოს რომ დასვას კითხვა, მიიღოს პასუხი, ან გამოთქვას მოსაზრება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იმ დღეს განხილვაშია. მეცნიერთა კონგრესი ძალიან სერიოზულად ოქტომბრის თვიდან, ალბათ არჩევნების შემდგომ, ძალიან კარგ პროგრამებს შეთავაზებს საზოგადოებას. მანამდე კი ჩვენ ვცდილობთ, რომ თავ მოუყაროთ რაღაც საკითხებს, რომ განწყობა შეიქმნას საზოგადოებაში, რომ მეცნიერთა კონგრესის პროგრამების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციურ პარტიებში და განსაკუთრებით რაც მთავარია ხალხში. ეჭვმეპარება რომ ხელისუფლებაში შეიცვლის ამ პოზიციას, მას ურჩევნია რომ იგნორირება გააკეთოს იმისა, რასაც მეცნიერთა კონგრესის პროგრამები ქვია. ანალოგიურია ოპოზიციის განწყობაც დღემდე ყოველ შემთხვევისთვის ეგრეა, რომ ისინიც იგნორირებას უკეთებენ. ერთადერთი საყრდენი, რომელიც შეიძლება გახდეს მეცნიერთა კონგრესის პროგრამების არის ხალხი და გამონათქვამიც არსებობს, რომ ქვეყნის ქვაკუთხედი ბრძენკაცნი და ხალხია. ბრძენკაცნი, ამ შემთხვევაში მეცნიერება უნდა ვიგულისხმობთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ მეცნიერთა კონგრესია ბრძენკაცის როლში, მეცნიერება ბრძენკაცის როლში და მეცნიერთა კონგრესი კი კრებს ყველაფერ იმას, რაც მსოფლიო მასშტაბით ხდება მეცნიერების თვალსაზრისით და ის რა გამოცდილებაც ქვეყანას აქვს და მისი ანალიზი იქნება. დღეს მე განსაკუთრებული გადაცემა და ვარ მარტო, იმიტომ რომ ძალიან ბევრისთვის გაუგებარი გახდა, რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ხელისუფლება რომ ამას იგნორირებას უკეთებს გასაგებია, მაგრამ ოპოზიციაში იგივე განწყობა ეს გაუგებარია. მაგრამ ყველაფერი გასაგები ხდება იმის ფონზე, რაც დღეს ქვეყანაშია. არ აწყობს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, არ აწყობს არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გარედან იმართება. ყველაზე დიდი უბედურება ქვეყნის არის გარედან მართული პოლიტიკური ძალა და დაპირისპირებაც სწორედ იმის გამოა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, განსაკუთრებით 1992 წლის გადატრიალების შემდგომ, ძირითადში არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დიდი ვალდებულებებით არიან იმართებიან, მაგრამ რომ არ ვთქვათ პირდაპირ ეს სიტყვა იმართებიან, დიდი ვალდებულებებით არიან გარეთ ძალების მიმართ, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლება, რომელიც მოვიდა დღემდე საქართველოში, მოვიდა გარეთ ძალების მხარდაჭერით და როცა გარეთ ძალა მხარს გიჭერს, უკვე იგი გიწყებს მართვას, ან ვალდებულებები გაგაჩნია მის მიმართ. ჩვენ გამოკვეთილად ვამბობთ, რომ ქვეყნისთვის ბედნიერება არის ეროვნული ხელისუფლება, რომელია ორ რამეს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. ქვეყნის შიგნით არ იყოს სავსე შურისძიებით და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებით. ორი რამ, ქვეყნის შიგნით არ იყოს შურისძიება და ქვეყნის გარეთ ძალების მიმართ არ ქონდეს ვალდებულებები. თუ იყო ასეთი პოლიტიკური ძალა, თქვენთვის მომინდვია ეს განსახილულად და სასაუბროდ, მაგრამ მე ვთვლი, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არ მოსულა პოლიტიკური ძალა, რომელიც არ არის სავსე შურისძიებით და რომელიც არ არის სავსე გარევალდებულებებით. გამორიცხულია საქართველომ რაიმე ძლიერი ნაბიჯი გადადგას წინ, ანუ გადადგას იმის შესაბამისი ნაბიჯი, რა პოტენციალიც მას გააჩნია. პოტენციალს ახშობს
სწორედ ის პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში, რომელიც ქვეყნის შიგნით არის შურისძიებით და ქვეყნის გარედან არის ვალდებულებებით. აი ეს პოტენციალის დახშობა არის საშინელება. მასადამე ჩვენ საუბრობთ ისეთ ხელისუფლებაზე, რომელიც არც გარედან იმართება, ანუ მას ვალდებულებები არ აქვს ქვეყნის გარეთ და სახელმწიფოს შეიძლება კონდეს ვალდებულებები, მაგრამ პოლიტიკურ ძალას არ უნდა კონდეს ვალდებულებები. ეს კარგად უნდა გავარკვიოთ, იმიტომ რომ გვეუბნებიან, რომ აი როგორ შეიძლება რომ გარეთ სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები, ის ხელმოწერები, ხელშეკრულებები, რომელიც ფორმდება, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულებები, მაგრამ პოლიტიკური ძალა არ უნდა იყოს დავალდებულებული არჩევნებში გამარჯვების გამო. ეგ არის აქ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკ ხელისუფლება არ უნდა იყოს ორი რამ არის საშინელება დღეს და ამ 35 წელმა აჩვენა, რომ საქართველოსთვის უბედურება ის პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში, რომელიც ქვეყნის შიგნით შურისძიებით არის და ქვეყნის გარეთ ვალდებულებით. ეხლა დღება საკითხი, ქვეყნის შიგნით შურისძიება როგორ ვლინდება? ჩვენ გონია რომ საქართველოში ოდესმე რევოლუცია მოხდა. პირველი დავაკონკრეტოთ და ვთქვათ, რევოლუციას არ მსოფლიოს არც ერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია რაიმე შედეგი. შედეგი მოიტანა სამრეწველო რევოლუციამ, ვთქვათ ინტელექტუალურმა რევოლუციამ. ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ არავითარი რევოლუცია ამ ქვეყანას არ ჭირდება განდა ინტელექტუალური რევოლუციისა. ინტელექტუალური რევოლუცია არ არის ქუჩა, პირიქით. ქუჩისგან თავისუფლებაა ინტელექტუალური რევოლუცია, ანუ ვიმეორებ, რომ მსოფლიოში პროგრესი დაკავშირებულია არა რევოლუციებთან ერთი პარტია მეორეს უამარცხებს, არამედ ინტელექტი დაკავშირებული ქვეყნის მომავალი და მსოფლიოს მომავალი არის დაკავშირებული სწორედ აი იმ რევოლუციებთან, აი მე ვთქვი წენა სამრეწველო რევოლუცია რა, ანუ რომელიც მოხდა თელ მსოფლიოს მასშტაბით. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ინტელექტუალურ რევოლუციაზე. მასადამე საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ვინმე რომ მაბობს მე რევოლუციას ვაწყობთ. ეს მასადამე თუ რევოლუცია არ არის, რა არის ეგ? ეს არის რევანშიზმი. არ შეიძლება რევანშიზმით მოსული პოლიტიკური ძალა ქვეყნისთვის სასიკოსტოდ საკეთებდეს. მე ვსაუბრობ ისევ და ისევ, რატოა ეროვნული თანხმობის ხელისუფლება საჭირო და რას ნიშნავს ეს. კარგად მინდა რომ მე შევძლო, რომ აი თუ ვერ შევძლებთ, თქვენს უნდა მომეხმაროთ შეკითხვები, მოდით, მობრძანდით, გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა. როდესაც დაიდება ეს Facebook-ზე გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, რომ აი ჩვენი პოზიცია არის, რომ რევოლუცია არ მომხდარა საქართველოში, არც 2000 რა მოიტანა საბჭოთა რუსეთისთვის, რა მოიტანა და შემდგომ რაც იმ რევოლუციამ, ოქტომბრის რევოლუციამ კარგად დავინახეთ. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც რევოლუციამ რამე მოუტანა. ესადამე რევოლუცია ისევ რევოლუციით თავდება. და ეს არაფერს არ იძლევა ქვეყნისთვის. ესადამე რევოლუცია არ მომხდარა საქართველოში, არც 2003 წელში, არც 2012 წელში. რევოლუცია არის მაშინ, როდესაც თვისობრივი ცვლილებები ხდება და არა ერთი პოლიტიკური ძალა მეორე პოლიტიკური ძალას ცვლის. მასადამე ამაზე თუ თანხმდებით და თქვენ შეკითხვები არ გაქვთ, ან ვისაც აქვს ალბათ მიიღებს მონაწილეობას გადაცემაში, მასადამე მეორე საკითხი რა რევანშიზმი. აი მითხარით მსოფლიოში ერთი ქვეყანა, სადაც რევანშიზმით მოსული პოლიტიკურმა ძალამ რაიმე სიკეთე მოუტანა ქვეყანას. მე არ ვიცი ასეთი მსოფლომარვის. თუ ვინმე მიცის, უნდა გვითხრას, კი ბატონო, რევანშიზმი არის პროგრესის მკვლელობა, რევანშიზმი არის ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება, რევანშიზმი არის ანტიეროვნული, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ხდებოდეს ის. მასადამე დღეს საქართველოში აი რა მოხდა, რა იყო, გავიაზროთ ეხლა რაც მოხდა 2003 წელში, 2000 მოხდა 91-92 წლების რევოლუციაზეა ლაპარაკი, ეს იყო რევანშიზმი. ეს არავითარი რევოლუცია არ ყოფილა, ეს იყო რევანშიზმი. 2003 წელში ეს იყო რევანშიზმი. 2012 წელში ეს იყო რევანშიზმი. გულმოსული პოლიტიკური ძალა ებრძვის და ამარცხებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის ნაწილიც იყო ადრე, მაგრამ დღეს გულმოსულია მასე და რევანშიზმი აქვს. გულმოსულია, იმიტომ რომ ვერ მიიღო ის, რაც ელოდა. ამიტომ ამან წარმოშვა რევანშიზმი და
ნახეთ როგორი იყო კარგად გავაანალიზოთ ვინ მოახდინა 91-92 წლების სახელმწიფო გადატრიალება რაც მოხდა ქვეყანაში იმ ძალებმა რომლებიც გამოიყვნენ გამსახურდიას ესე იგი გუნდს ძირითადში ისინი იყვნენ რა თქმა უნდა მათ ჰქონდათ ხარდაჭერა გარე ძალების ეს ერთი და ვთანხმდებით იმაზე რომ ის არავითარი რევოლუცია არ იყო ის იყო რევანშიზმი რა იყო 2003 წელში არავითარი რევოლუცია არ მომხდარა ეს იყო შევარდნაძის პოლიტიკური დანაყოფის მოქმედება იმიტომ რომ შევარდნაძის დრო იწურებოდა და ხდებოდა ეს პოლიტიკური ძალა რომ თუ არჩევნებით მოხდებოდა ცვლილებები ისინი ვერ გავიდოდნენ ამიტომ რევანშიზმი მოვიდა მოქმედებაში და ისევ ასეთი რამ რა არის რა იყო 2011-12 წლები ეს იყო ისევ რევანშიზმი რომ ბიძინე ავანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი იყვნენ ერთად რეალურად აფინანსებდა სერიოზულად მოხდა მათ შორის რაღაც განხეთქილება და დაიწყო ისე აი რეალურად ერთი და იგივე სცენარია საქართველოში რაც მოდის აქამდე ანუ რევანშიზმია ის ყველაფერი რასაც ჩვენ რევოლუციები დავარქვით და არც რევოლუცია ასიკეთის მომტანი მაგრამ დავაკონკრეტოთ რომ ეს რევანშიზმი იყო და არა რევოლუცია რა ხდება დღეს არის რევანშიზმი არავით არის სხვა რამ აი რევანშიზმია სწორედ რომელიც ამ ორ პოლიტიკურ ძალას ტოვებს ისევ პოლიტიკურ არენაზე და პოლიტიკური ასპარეზი ისევ მათ აქვთ რომ არ იყოს რევანშიზმი და რომ იყოს ქართული განწყობა ორთავე იყო და უარს არჩევნებში მონაწილეობაზე რომ მათ ქვეყანა უყვარდეთ აი ჩვენ ხშირად მოყვავს მაგალითი ფარნავაზი ვერ გახდებოდა მეფე რომ არ ყოფილიყო კუჯიმ უფრო დიდი როლი შეასრულა იმ შემთხვევაში ვიდრე ფარნავაზმა კუჯიმ დათმო მეფობა და თქვა რომ არ გაიხნი შეერთეს ოღონდ შეერთეს საქართველოს და მე უვარს ვამბობო და ამან შესაძლებელი გახადა რომ ქვეყანა გაერთიანებულიყო აი ორი პოლიტიკური ძალა ორივე რო წავიდეს ასპარეზიდან ქვეყანა სასწაული რამ მოხდება ისეთი მეცნიერები ისეთ პროგნოზებს აკეთებენ რომ ეს იქნება მარტო დიდი ქართული სასწაული მსოფლიოსთვის რომ ორთავე თქვას უარი არაკეთებს ორთავე არც ორივე არაკეთებს ამას რომ ერთმაც თქვას ერთმა რომელიმე თქვას არგუმენტირებულად თქვას რომ მე გავდივარ პოლიტიკური არენიდან არ მინდა იმიტომ რომ დაპირისპირება ქვეყანაში არ არის ქვეყნის სასარგებლო რომ ქვეყანას ანგრევს შიგა დაპირისპირება რომ შიგა დაპირისპირება ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი ამიტომ მე გავდივარ პოლიტიკური ასპარეზიდან ეს რო ეთქვა ნაციონალურ მოძრაობას და თვითლიკვიდაცია გამოეცხადებია არაფერი არ მოხდებოდა ან რომ თქვას ეს ოცნება ნაციონალურ მოძრაობა პრაქტიკულად ორთავე ნაციონალური მოძრაობის დღეს დასრულება ოცნებას შეუძლია მხოლოდ ერთით რომ თქვას ქვეყანაში დაპირისპირებაში ვართ ორი პოლიტიკური ძალა ჩვენ ოცნება მივდივართ პოლიტიკური ასპარეზიდან ვაცხადებთ თვითლიკვიდაციას და ვაცხადებთ ისეთ არჩევნებს ან თუნდაც იმასაც მეცნიერთა კონგრესი თავაზობს მეცნიერება თავაზობს ეს არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლება რატომ არის ახლა დღეს საკითხი დგას რას ნიშნავს ეს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება და რატომ არის დღეს აუცილებელი და რა რომ წავიდეს ოცნება და გაიმარჯვოს მეორემ არ იქნება კარგი არც ოცნების დარჩენა იქნება კარგი და არც რომელიმე სხვა ძალის მოსვლა იქნება კარგი რატომ ის არის რევანშიზმს არასდროს კარგი შედეგი არ მოაქვს საქართველოში ყველა ცდილობს რომ თვითონ მივიდეს ხელისუფლებაში და ამის გამო არ იშურებს ხვის ლანძღვას მე დღეს ვაკეთებ აი სწორედ იმ წიაღსვლას რომელიც საჭიროა რომ კარგად გავიაზროთ რა არის დღეს საქართველოსთვის საჭირო ბრძოლა სკამისთვის თუ ბრძოლა საქართველოსთვის ბრძოლა სკამისთვის ნიშნავს ესე იგი ხოცოთ ერთმანეთი არჩევნებში ბრძოლა საქართველოსთვის ნიშნავს ისეთ სქემაზე, ისეთ სისტემაზე, ისეთ კონფიგურაციაზე, როგორიც არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, რაღაც მოთათბირება გავაკეთოთ. ახლა საკითხი დგას იმის თაობაზე, რომ რატომ არის დღეს ეს საჭირო საქართველოში და რატომ არ შეიძლება რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გამარჯვებულმა შეცვალოს სიტუაცია. გამორიცხულია ეს. მაგალითები ისტორია და პრეისტორია. მე მახსოვს ძალიან ბევრი რამ და მე არ გადავდივარ იქეთ სიღრმეში, უბრალოდ აი აგერი რისი მოწმეც მე გავხდი, მე მხოლოდ ამას ვიტყვი, რომ მე ჩემი პოზიცია იყო, რომ მართვის სისტემაა შესაძლებელი ქვეყანაში, რომ არც ერთი რეფორმა არაფერი ამ ქვეყანას არ უშველის, თუ არ მართვის სისტემა არ შეიცვალა და მართვის სისტემა თუ არ იქნა წონასწორობაზე დამყარებული, ანუ ვინც არ უნდა მოვიდეს, ის ვერ შეცვლის სიტუაციას. რატო ამერიკა ძლიერი, რომელი პრეზიდენტიც არ უნდა მოვიდეს, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს,
ისეთი სისტემაა იქ, როგორც საარჩევნო, ისევე საკანონმდებლო, ისევე სასამართლო სისტემა და საერთოდ მოწყობილია ქვეყანა ისე რომ ერთი კაცი როგორადაც არ უნდა უნდოდეს, როგორი დიქტატორიც არ უნდა მოვიდეს, რადიკალურ ცვლილებებს ვერ შეძლებს. რაღაც ცვლილებები შეიძლება მოახდინოს, მაგრამ ეს ცვლილებები შესაბამისობაში უნდა იყოს იმ სისტემასთან, იმ კონსტიტუციასთან, რომელიც მიღებულია და ისე არ არის მორგებული რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე. ეს პრინციპული საკითხია, იმიტომ რომ ამერიკაში, როდესაც კონსტიტუციის მიღება ხდებოდა, პირდაპირ თქვენს მისმა მამებმა, რომ ჩვენ ვიდრე მივსულვართ ხელისუფლებაში, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ არჩევნები, მერე მივიღოთ კონსტიტუცია, მაგრამ ვინც გაიმარჯვებს, იმის კონსტიტუცია იქნებაო. ამიტომ მოდით, ვიდრე მივსულვართ, ვიდრე არჩევნები, მოდით შევიკრიბოთ და შევქმნათ კონსტიტუცია ამერიკის. ძალებმა, რომლებიც არ იყვნენ ხელისუფლებაში, დაწერეს ამერიკის კონსტიტუცია და იმ კონსტიტუციას ვერ ცვლის ვერავინ, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა და ესაა ამერიკის სიძლიერე. ჩვენთან რომელი პოლიტიკური ძალაც იმარჯვებს, იმის ინტერესების დამცველი ხდება კონსტიტუცია. რატომ? იმიტომ რომ არ არის მიღებული იგი სწორად, მიიღო ერთმა პოლიტიკურმა ძალამ და არა ხალხმა და არა რეფერენდუმმა და არა ვიდრე მივიდოდნენ ხელისუფლებაში, მანამდე არ მოხდა მისი მიღება. ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნა სწორედ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რეალურად პარტიებს ვეუბნებით, გაიწიეთ ცოტა ხანს, თქვენ ხართ შესული ეს დეტალებში იქნება მერე განხილული ამის შემდგომ გადაცემა, რომელიც იქნება, რომ კარგად გაიგოს ხალხმა და ჩვენ გვინდა რომ ამის პრეზენტაცია სწორედ მოვახდინოთ 21-ში, რა ვიცი, შევძლებთ ამას, ბევრი რამ არის ხელი შემშლელი, ამის თაობაზე შეიძლება ვთქვა კიდევაც თუ დრო ამის საშუალებას მომცემს, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით პარტიებს, რომ ეხლა ქვეყანა სჭირდება ხალხის და პარტიების ურთიერთთანამშრომლობით შედგენილი სია, საბოლოო სიტყვით ხალხის მიერ დადასტურებული ვინ არის საქართველოს ხელისუფლება და ეს უნდა იყოს პროფესიონალთა ხელისუფლება, ეს უნდა იყოს პოლიტიკური პარლამენტი, მაგრამ არ უნდა იყოს პარტიული პარლამენტი. აი პრინციპული რა არის ჩვენ 90 საერთოდ იმის შემდგომ რაც ეროვნულმა ძალებმა გაიმარჯვეს, საქართველოში არ ყოფილა პოლიტიკური პარლამენტი, საქართველოში იყო პარტიული პარლამენტი. პარტიული პარლამენტი ვერასდროს ვერ იქნება ზოგად ქართული პოლიტიკური პარლამენტი. ამიტომ ყველა პარლამენტი, რომელიც იყო პოლიტიკური და იყო იმ პარტიის ინტერესების დამცველი. აქ არის ლაპარაკი დღეს ისეთი სისტემის, ეს რა თქმა უნდა, მე ძალიან ბევრი ვინმე მეუბნება, რომ ეს ბატონო თემური ილუზიაა, ეს შეუძლებელია. ეს ილუზია კი არის. დღეს თუ ასე მიუდგებით და თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ ამისთვის, მაგრამ იცოდეთ რომ 5 წლის მერე იქნება, 10 წლის მერე იქნება, 20 წლის მერე იქნება, ჩვენ ამასთან მაინც მივალთ. ამის გარეშე ვერ შეიცვლება ქვეყანა. არ ჯობს რომ ეხლა გავაკეთოთ. მე ვთქვი რომ აი თქვათ გავიხსენოთ პრეისტორია და ისტორია. 1997 წელი მე ვიწვალე მთელი ერთი წელი ვიწვალე იმის რომ პარლამენტში ტრიბუნასთან დამდგარიყავი და მივსულიყავი და მეთქვა წამეკითხა მოხსენება. იქ აქვთ პარლამენტში ჩანაწერები აქვს ტელევიზიებს. გადაეცით დღეს, მე ხო წინააღმდეგი არ ვარ. დემოკრატიული ქვეყანა რომ იყოს, მოხდებოდა ამისი. მეც არ მაძლევენ ამ ჩანაწერს. თურმე უნდა გამოვიტანო და ვიყიდო, ფული გადავიხადო დიდი რომ გამოვიტანო ეს ჩანაწერი. რა იყო იქ მთავარი მოხსენება, სათაური რა იყო? საქართველოში სისტემაა კორუმპირებული და საჭირო არა პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ მართვის სისტემის შეცვლა. ეს იყო ჩემი მოხსენება. ეს არის 1997 წელი. ვასაბუთებდი, რომ მართვის სისტემის შეცვლის გარეშე საქართველოში პროგრესი ვერ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია კამათი, ერთ-ერთი პირველი, ვინც დამპირისპირდა მაშინ მიხეილ სააკაშვილი იყო, მაგრამ გარკვეული ცვლილებების, გარკვეული დროის შემდგომ მათ აზროვნებაში ბევრი რამ მოხდა ცვლილება და მე მეორედ მიმიწვიეს პარლამენტში და უკვე მთხოვეს, რომ წარმედგინა, თქვა მოსაზრებები და აი ხა რასაც ვიტყვი, ამის ესე იგი დასაბუთება დღეს ერთადერთი ვისაც შეუძლია არის ბატონი გიგი წერეთელი, იმიტომ რომ მაშინ ადგილობრივი მმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. იმ კომიტეტში მოხდა ამის განხილვა და მე ჟვანიასთან მოხდა ჩვენი შეკრება. და მე როცა წარვადგინე ეს პროექტი და უთხარი, აი ჩვენი საუბარი, ჩემსა და ჟვანიას შორის გაანათლოს ღმერთმა, მაგრამ დღეს მხოლოდ გითხარით გიგი წერეთელი შეუძლია ამის დადასტურება. მე ვეუბნები
ესე იგი ბატონ ზურაბს რომ ბატონ ზურაბ არაფერი თქვენ ტყუილია ყველაფერი რასაც აკეთებთ მოდით ვნახოთ მსოფლიოს გამოცდილება მე ვისწავლე მეთქი 2 წელი გარეთ და ვისწავლე იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი კარგად მენახა რომ მართვის სისტემა უნდა იყოს ჯანსაღი რომ დღეს არის ავადმყოფი მართვის სისტემა და ავადმყოფი მართვის სისტემის პირობებში ავადმყოფური კადრები მოიძებნება ხელისუფლებისთვის და ჯანსაღ კადრებს კი ეტყვიან უარს და იქნება იგნორირებული იქნება ნიჭი და იგნორირებული იქნება განათლება იგნორირებული იქნება ძლიერი ბატონმა ზურაბმა მოისმინა და თქვა რომ აი ის რომ თქვა ეს ამის საშიშროება არის ამაში გეთანხმები მაგრამ ჩვენ რო ამაზე ეხლა გადავიდეთ ეხლა ის კი არ თქვა რომ არ უნდა გადავიდეთ ეხლა რო გადავიდეთ აი ამ შემთხვევაში ჩვენ ძალაუფლებას დავკარგავთო ჩემი პასუხი იყო კი მაგრამ ძალაუფლების დაკარგვაა მთავარი თუ ჯანსაღი მართვის სისტემა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში რა თქმა უნდა კარგია ჯანსაღი მართვის სისტემა მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ამაზე ურთიერთობა და ნუ იქ მეორე მოხსენება როდესაც იყო პარლამენტში მისი გამოსვლა ისევე მეორე გამოსვლაც პარლამენტში აქვს ბატონი ზურაბ ჟვანია ამბობს რომ ჩვენ ბატონმა თემურმა მოგვიტანა უნიკალური პროგრამა როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანა და აგერ არის მის სიტყვა თუ ტყუილია კი ბატონო გამოიტანეთ და ნახეთ რომ აი ახლა მე გვავალებ ყველა კომიტეტს განიხილეთ ეს საკითხები რომ შედგეს მე ერთობლივი გეგმა ბატონი თემურის მონაწილეობით და ჩვენ გადავერთოთ ამ იმაზე და ნუ გარკვეულწილად კი ბატონო იყო იმ დღეს დამთავრდა იმით რომ მილოცავდა ყველა რომ მაინც ხო შეძელი რომ 97 წელში არა 98-ში არა 99-ში არა მაგრამ აი აგერ ხომ შეძელით რომ თქვათ აი 2000 წელში ნუ თქვათ აი ესეთი რაღაც ცვლილებები იქნებაო ეს ყველაფერი მოყვა იმას 99 წელში როდესაც იყო მცდელობა ტანკების წამოსვლის კიდე ერთხელ შევახსენე და ყველა გამოსვლა შევამბობდი ხო ხედავთ ტანკების გრიალია ქვეყანაში ვიდრე მართვის სისტემა არ შეიცვლება მანამდე იქნება მუდმივად თოფი იარაღი სროლა ქუჩა და ეს ქვეყანას დაასუსტებს დააუძლურებს იმ ქვეყანას რომელსაც დიდი სულიერი მისია აქვს შესასრულებელი მეთქი ამ პერიოდში და ამას მოყვა ის რომ მე 2000 წელში მომცეს ისევ პარლამენტში სიტყვა და აი გითხარით რომ დამთავრდა იმით რომ ზურაბ ჟვანიამ თქვა აი ახლა და რაც შეიძლება ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი ისევ დაუბრუნდეს ამ საკითხებს მაგრამ რა მოხდა მეორე დღეს მთხოვეს რომ არ წავსულიყავი მიმიწვიეს და მთხოვეს რომ გავხდარიყავი მოქალაქეთა კავშირის წევრი მე კატეგორიული ვარ ვთქვი ამაზე რომ მე არ გავხდები პარტიის წევრი და მე როდესაც პარტიის წევრი გავხდები უკვე ეს პროგრამაც კარგავს ძალას მე ამ პროგრამის ძალა არის იმაში რომ ამის ავტორი და ამის ვინც ამას უჭერს მხარს ამ ეტაპზე პარტიული არ უნდა იყოს აი ამას მოყვა ის რომ იმის შემდგომ დასამარდა და გარკვეული პერიოდის შემდგომ და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბატონმა თენგიზ ხითარიშვილმა დაბეჭდა ეს ჩემი გამოსვლაც სტენოგრამა და კითხვა დამისვა თავში კითხვა იყო როგორც იტყვია მთელი ერთი გვერდი რომ აი ასეთი დაპირებები ასეთი სერიოზული გამოსვლები ასე მიიღეს თქვენი წინააღმდება როგორც პროგრამული და აი რა მოხდა ეგ დაახლოებით 1 წლის თუ 2 წლის მერე იყოს და რა მოხდა ამას მეუბნებიან და მე ვეუბნები რომ არაფერი რატომ იმიტომ რომ მე არ შევედი იმ პოლიტიკურ პარტიაში რომელსაც მაშინ მოქალაქეთა კავშირი ქვიოდა ასევე იყო მიხეილ სააკაშვილმა შემოთავაზა რომ ნაციონალური მოძრაობა მასთან ერთად ამ პროგრამებით ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე რომ დღეს ამ ქვეყნისთვის პარტიულობა არ არის მთავარი დღეს ამ ქვეყნისთვის მთავარი არის მართვის სისტემის სწორად გააზრება მართვის სისტემის სწორად გააზრება არის ქვეყნის მომავალი მეცნიერების იმიტომ იყო რომ მე უარი ვთქვი ყველაფერი იმაზე ყველა პარტიის ყველა და ვთქვი რომ ვიმუშავე მეცნიერებთან ერთად აი ეს ციგნები რომელსაც ხშირად ვახსენებ მე გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ეს არის სწორედ ამ კიდევ ახალი განზომილება ეს პროგრამული დოკუმენტები ან თუნდაც კონკრეტულ მაგალითზე რომ ვაჩვენეთ რას ნიშნავს მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში და რაც დაკავშირებულია ესე იგი იმ გამოცდილებასთან რომელიც რომან რურუას აქვს ეკონომიკის თვალსაზრისით ან ის რომ თქვათ აი 20 წელია ვაყენებდი საკითხს რომ მოდით ქვეყნის პოტენციალი როგორმე სადმე შევკრათ ერთ წიგნად არა და არ გაკეთდა ეს პირველი ჩვენ შევძელით ეს რომ ყოფილიყო 2009-2006-7-8 წელში და ეხლა აგერ სრულყოფილია საქართველოს ინტეგრალური რესურსები აი სწორედ ის მიმართვა რომელიც გაკეთდა მოქმედების მანიფესტი ანუ ესე იგი ერთი სამშობლო ერთიანი ერი გაერთიანებული სახელმწიფო რომ არ იყო საჭირო პარტიულობა ამ დოკუმენტს ვინ მოაწერეს ხელი მერაბ ბერძენიშვილმა
უნდა მიამაყოთ რომ ასეთი კაცი ყავდა ხომ ისევე ნებისმიერით ვისაც ახლა ჩამოვდგე რეზო ჩხეიძე ანზორ ერკომაიშვილი გივი თოიძე ტარიელ ხარხელაური თემურ გუგუშვილი ომარ ხეიძე არნოლდ გეგეჭკორი რომან რურუა რამაზ ყურაშვილი ესე იგი გიგა ბათიაშვილი რეზო ბალანჩივაძე მონაწილეობა აქვს ამის შედგენაში ესე იგი არაერთ და ორ წერალს ძალიან ცნობილ პიროვნებებს და მოსაზრებები აქვს გამოთქმული დაიწერა ის რასაც ქვია აი სწორედ მოქმედების მანიფესტი ერთი სამშობლო ერთიანი ერი გაერთიანებული სახელმწიფო რომ ამ დოკუმენტში ერთი წინააღმდეგობა ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ესე იგი უნდა დამთავრდეს ერთპიროვნული და ანონიმური მართვა ქვეყნის და უნდა დამკვიდრდეს სოლიდარული მართლობა. სოლიდარული ნიშნავს იმას კი არა რომ პარტიული მართლობა, სოლიდარული ანუ ქვეყანა უნდა იყოს ხალხის და არა პარტიის და არა პოლიტიკოსების, როგორიც ჩვენ დღეს რეალურად გვაქვს. მაშინ არ გაიზიარა რა ბატონმა ზურაბ ჟვანიამ ესე იგი მოქალაქეთა კავშირმა არ გაიზიარეს და თქვენს რომ ჩვენ დავკარგავთ ძალაუფლებას თუ ამას მოვიყვანთ მოქმედებაშიო მაშინ ჩემი პასუხი გითხარით იყო რომ დავკარგოთ ძალაუფლებას ჯობს მაგრამ მოხდეს ეს დიდი რეფორმა აი ესეთი მართლობის სისტემის მაგრამ ჩემი პასუხი იქვე იყო თქვენ ამას თუ არ გააკეთებთ იცოდეთ რომ გავაწლები და საქართველოში მახინჯი იქნება მართლობის სისტემა თქო დღეს საქართველოში მე ვერ გეტყვით რომელ სახელმწიფოში ყველაზე მახინჯია მართლობის სისტემა ერთ კაცის ბუნება განწყობაზეა აგებული რა ხასიათზე იყო ედუარდ შევარდნაძე იმის მიხედვით იყო პარლამენტი და ხელისუფლება და მას კიდე არ ქონდა ისეთი გავლენა ამ იმაზე ვიდრე თქვათ მე ნაციონალურ მოძრაობამ სულ თავის კლანჭებში მოაქცია ესენი ყველაფერი ხოლო ბიძინა ამანიშვილმა გვირგვინი დაადგა არა მარტო იმით რომ თავისი ხალხი მოიყვანა ამრად ფული ქონდა და ფულის ძალაუფლებაა ქვეყანაში და მდიდარი მონების ხელისუფლება ანუ ეს არის ფეოდალური წყობა პრაქტიკულად ამას გავა გარკვეული დრო და რეალურად ანუ მდიდარი მონების ხელისუფლებაა საქართველოში თუ ხარ თუ იქნები მდიდარი თუ გაეგები ფეხქვეშ ხელისუფლებას თუ არა და ისე წარმოუდგენელია რომ რაიმე შეძლო ამ ქვეყანაში აქ ადამიანის თავისუფლებაზე არ არის ლაპარაკი აქ ადამიანმა შეძლო საკუთარი თავის რეალიზაცია ამაზე არ არის საუბარი აქ საუბარი არის პარტიის ნების რეალიზაციაზე პარტიის ნების რეალიზაცია არ ნიშნავს თავისუფალ ადამიანს ეს ნიშნავს პარტიულ დიქტატურას რომელსაც საქართველოში ეძახიან ესე იგი თავისუფლებას პარტიულ თავისუფლებას ის კი არ არსებობს ეხლა მოდით რეალურად თქვათ რას ქვია ყველა გაიზახის რეფორმა საქართველოში რას ეძახიან რეფორმას საქართველოში გითხარით რომ რევანშიზმი არის როცა ერთი პარტია მეორეს შეცვლის ანუ ერთი პარტიის განაყოფი იმას გაიყოფიან ორ პარტიად ჩამოყალიბდებიან ასე მოდის ეს ჩვენთან ტრადიცია ჩამოყალიბდა და ის ერთი ხდება ხელისუფლება მე იმას ჩამოაგდებენ მეორე ის და ასე შეიცვალა ეს ყველაფერი იცვლება და ერთი ასამართებს მეორეს და არის მუდმივად ეს ციეკობა ჩვენი პოზიცია იყო რომ ესე იგი ეხლა მოდით კიდევ ამ ეს დეტალი რომ გავამაგროთ და რომ თქვათ ამ ისის რა არის ჩვენთან რეფორმა რას ქვია რეფორმა საქართველოში ქვია ერთი პარტიის შიგნით როცა ერთი კლანი ცვლის მეორე კლანს ამას ქვია რეფორმა აი ეხლა ოპტიმიზაციას ყველაფერს ასაც გამოდის ბატონი კობახიძე და ლაპარაკობს ეს არის ერთი კლანის შეცვლა მეორე კლანით ანუ ესე იგი წინა პრემიერების კლანი მიდის და მოდის კობახიძის კლანი ესე ვიდრე საქართველოში კლანური მართლობაა ვიდრე მე ვიცი რექტორები მე ვიცი ისინი ზოგიერთი როგორც იტყვიან ესე იგი მისი ლექტორი რომ იყო მისი ესენი მოდიან რექტორებად ესენი მოდიან ხელისუფლებაში ესენი არიან ვისთან ერთადაც ისწავლეს ვისთან ერთადაც რაღაც საერთო ქონიათ ვისთან ერთადაც 1000 ჯიბგირულ თუ ესე იგი რაღაც ორგიულ რამეებში მიუღიათ მონაწილეობა ესენი მოდიან ხელისუფლებაში რეალურად და გაგერ ყველაზე დიდი განაცხადი გააკეთა უშიშროების მინისტრმა ამ თვალსაზრისით რომ დავამტკიცოთ რა თქვა უშიშროების მინისტრმა თქვა რომ ესე იგი მე მოვდივარ ჩემი გუნდით შეიძლება უშიშროებაში ვინმე თქვას მსოფლიოს მასშტაბით რომ მე მოვდივარ ჩემი გუნდით და თანაც ეს გუნდი ვინ არის აზზე რო არ არის უშიშროების ეს ხო ქვეყნის მომავლის დანგრევაა რა მოიტანა ამ იმან როდესაც ჩვენ ერთი კლანი მეორე კლანს ცვლის არა ნუ თავიდან იყო
მოვიდა ხომ თქვა პრეზიდენტი და გახსოვთ როგორ ითხოვდნენ მარგველაშვილი თუ არის და დაიქცევა ქვეყანა. მე მარგველაშვილი აღმოჩნდა ყველაფერი კრიმინალის, მოღალატეს, დაავიწყე ყველაფერი და ასე შემდგომ. მე იყო რომ თუ არ იქნება ეს ქალბატონი პრეზიდენტი დაიქცევა ქვეყანა. მე ის ქალბატონი აღმოჩნდა მოღალატე, აგენტი რაღაცა და ასე შემდგომ. რატომ? იმიტომ რომ სისტემა არ არის ქვეყანაში და პიროვნების კაცი გადის ხელისუფლების სათავეში და არა სისტემის მიერ შერჩეული. ვიმეორებ, მე ვიყავი და ვრჩები, ვიდრე ვიქნები ფეხზე, ვიდრე ვიქნები ამაზე გაიზიარებენ, არ გაიზიარებენ, ვიღაცა ხალხში მაინც გავაკ, მე შეიძლება ვწდებოდე ყველაფერში, მაგრამ ქვეყანაში შესაძლებელი არის არა შესაძლებელი არის კლანური მართლობა, შესაძლებელი არის ეს კორუფციული მართლობა, შესაძლებელი არის ეს ტყუილზე აგებული, ესე იგი მართლობა და რა არის დასამკვიდრებელი? დასამკვიდრებელი არის აი ვიმეორებ აი ეროვნული თანხმობის ხელისუფლების იდეა ამ შემთხვევაში არის განსაკუთრებული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში. არ იქნება ეს. არავით არის ყოველ წელიწადს რომ შეიცვალოს პარტიები, ყოველ წელიწადს რომ მოვიდეს ახალი, არაფერი. შეიცვალა ერთი პარტია, შეიცვალა რამე ქვეყანაში. მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდა, ღარიბი კიდევ უფრო გაღატაკდა. ანუ სისტემა არ იცვლება, მართლობის სისტემა დამანგრეველი ამ ქვეყნის. არა პიროვნება, არამედ მართლობის სისტემა, მართვის სისტემაა დამანგრეველი ამ ქვეყნის. მართვის სისტემიდან მოდის ეს პოლიტიკური დაპირისპირება. აი იმიტომ რომ მას გონია რომ აი რევოლუციით, მოსული რევოლუციით მიდის. ერთხელ მაინც უნდა მოხდეს. აი ბიძინა ივანიშვილს მიცა შანსი, ძალიან ბევრი ვერც ერთი ვერ გამოიყენა. ეხლა აძლევს შანსს, ეს დრო აძლევს იმას რომ არა პარტიული არჩევნები, არამედ ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. როგორია ეს? აი როცა დამთავრდება ეს გადაცემა, მე კიდევ ერთხელ მთხოვე ტელევიზიას რომ ჩვენს დროში, მეცნიერთა კონგრესის დროში, აი სწორედ ის რაც ერთხელ მე გამოვიტანე და ისთვისაც ვემზადებით ჩვენ და უფრო დახვეწილად. აი რატომ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ აუცილებელი დღეს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. პირველი ხელისუფლება ვინც მოვიდა შევარდნაძის დროს კორუფცია საშინელი იყო. გვეგონა რომ იმაზე უარესი არ შეიძლება. იმაზე უარესი მოხდა სააკაშვილის დროს. გვეგონა რომ იმაზე უარესი არ შეიძლება. იმაზე უარესია დღეს. ანუ თავარი რაც ანგრევს ამ ქვეყანას, აი სწორედ ის კორუფცია, იმიტომ რომ სისტემაა კორუმპირებული. სისტემაა კორუმპირებული ბატონებო ამ ქვეყანაში. და აქ ადამიანი ერთი და ორი რო შეუშვა ამ სისტემაში, ან ვიგისიც უნდა გახდეს კორუმპირებული, ან წავა ხელისუფლების თანამდებობიდან, ან მოკლავენ იმას. რეალურად თუ პოზიციას არ შეეცვლის, მოკლავენ. რეალობა არის ეგ. აი ეს მდგომარეობაა დღეს ამ ქვეყანაში. მე ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, აი ვინც ან შეკითხვები რა გექნებათ, ვინც ვერ გაიგებს, იქნებ მეც ვერ ვამბობ ისეთი გასაგებიანი და არ არის გასაკვირი. ბევრს ნერვიულობ და მეც არ ვარ, თქვა სრულყოფილად მეც არ მაქვს წარმოდგენილი ყველაფერი, იმიტომ გამომაქვს ეს რომ მე ვამბობ რომ ქვეყანაში სჭირდება მართვის სისტემა, რომელიც არ დაუშვებს ხელისუფლების სათავეში ძალაუფლების მოყვარულის და ფულის მოყვარულის მოსვლას. თავარი ეგ არის სისტემა, რომელიც არ დაუშვებს ხელისუფლების სათავეში ძალაუფლების მოყვარულის და ფულის მოყვარულის მოსვლას. მითხარით, რომელი ხელისუფლება არ იყო საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ძალაუფლების მოყვარული და ფულის მოყვარული. მითხარით და კი ბატონო გავჩერდები და არ მინდა არა ოღონ დამარწმუნოს ვინმე რომელიმე ხელისუფლება მოვიდა საქართველოსთვის და არა მისი გამდიდრებისთვის. რომელიმე ხელისუფლება მოვიდა რომელიც არ იყო ძალაუფლების მოყვარული. ძალაუფლების მოყვარული თუ არ ხარ 10 წელი იყავი და იტყვი მე რომ მივდივარ. და ეს როცა მართვის სისტემაა, სწორი არ არის ამის პრობლემა, იმიტომ რომ შენ არ გეშინია წასვლის იმდენად რამდენადაც სისტემა ისეთია რომ ვერ დაგაშვებინებს იმ კორუფციას, ვერ მოგაპარინებს ფულს ისე როგორც დღეს იპარავენ და როგორც ხდება ეს კატასტროფაა. თქვენ წარმოიდგინეთ რომ 700 მილიონი ფულის ოპტიმიზაცია მოვახდინეთ. 700 მილიონი კი არა, მეცნიერთა კონგრესის გათვლით ჯერ 700 მილიონი აგერ აშკარა თვითონ ამბობთ რომ კორუფცია გქონიათ, მაგრამ 700 მილიონი კი არა. ამ პატარა ბიუჯეტში მინიმუმ 2 და შესაძლებელია 5 მილიარდიც კი არასწორად იხარჯება. ლარზეა ლაპარაკი. 2 მინიმუმ და 5 მილიარდი არასწორად იხარჯება. გესმით თქვენ კორუფცია რას დოზით საქართველოში 1 ლარის ფუნქცია არ შეუსრულებია. ბიუჯეტში შესული ყოველი ლარი ასრულებს
მაქსიმუმ 15-20 თეთრის საქმეს აკეთებს 75-80 თეთრი ან კორუფციულია ან არაკვალიფიციურობის გამოა ესე იგი ხდება ეს ხო კატასტროფაა რა ნუ რეალურად რასაც ჩვენ საუბრობთ ესე იგი საქართველოში არ მოსულა ხელისუფლება რომელმაც ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე კი არა ქვეყნის შესაძლებლის თუნდაც 20% რომ მოიყვანა მოქმედებაში აი ქვეყნის შესაძლებლის ეს არის ეს ციგნია და ძალიან ბევრმა არც იცის ეს რა არის რა პოტენციალი აქვს ქვეყანას ამას ძალიან ბევრ უნივერსიტეტს და ინსტიტუტს გადაწყვეტილი აქვს რომ იყოს თქვა სწავლება მის მიხედვით და რეალურად ანუ კარგია ძალიან კარგია ეს გადაწყვეტილება მაგრამ ჯერ ამას წაკითხვა ხო უნდა თქვენ ხედავთ ხელისუფლებაში პიროვნებას რომელიც ამ წიგნს წაიკითხავს თქვენ ხედავთ ხელისუფლებაში რომელიმე პიროვნებას რომელიც დააფინანსებს რომელიმე ტელევიზიამ ეს თავების მიხედვით მოახდინოს ამის ან ხედავთ თქვენ რომელიმე ტელევიზიას რომელიც ამას გააკეთებს თავების მიხედვით იქნება ტელევიზია ქართული TV თუ ამას არ გააკეთებს მესტიერთა კონგრესის დროში ჩვენ გავაკეთებთ ამას იმიტომ რომ ამის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს. აი ნახეთ თქვენ, რას ნიშნავს ის, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. აი როგორ ყალიბდება ის? დღეს იქნება ამის ისინი იმ შეკითხვებით, რომელიც თქვენ გექნებათ, თუ 21-ში შედგება ეს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა რომ 21 რიცხვში ყოფილიყო. თავიდან ფიქრობდით რომ როგორ თქვენ იცით რომ ჩვენ 100,000 ფურცელი დაიბეჭდა ეს. გითხარით ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება და უამრავმა ადამიანმა თავის მოსაზრებები და ნუ დაახლოებით 200-მდე კაცი სია, რომელიც ძალიან ბევრი, ნუ ყოველ შემთხვევისთვის ერთ კაც კი არ აქვს დასახელებული, რამდენიმე სხვა სახელებს, აი ისეთი ადამიანები, ნუ თქვათ 200-მდეა ასეთი კაცი, ყოველ შემთხვევისთვის ბოლო მონაცემები 150 მეტი წამიშალეს ყველაფერი, როგორც Facebook-ზე, ისევე ინტერნეტში და ეხლა ვადგენთ ყველაფერს და ჩვენ გვინდოდა რომ ამ ხალხის შეკრება შემდგარიყო მერაბ ბერძენიშვილის ეზოში, იმიტომ რომ მერაბ ბერძენიშვილის სახლში ეზოკარემოში მოხდა სწორედ ამ იდეის ჩამოყალიბება, მაგრამ დღეს სწორად გვეუბნებიან ბევრნი, მათ შორის შეხვედრების დროს, რომ ამ არჩევნების წინ დაიკარგება ეს ყველაფერი და ამიტომ იქნება არჩევნების შემდგომ მოხდეს ამის ისა. ეხლა ჩვენ პრობლემებს ისიც გვიქმნის, რომ აი გუშინ ჩვენ არ გვაქვს საშუალება იმისა, რომ ესე იგი მივიდეთ და ვიქირავოთ ფილარმონია, რომელიმე ისა და ამ შემდგომ და მივადექით საჯარო ბიბლიოთეკას, ანუ პარლამენტის ბიბლიოთეკა ქვია მას. 900 ლარი უნდა გადავიხადოთ, რომ ჩვენ ეს პროგრამა სულად წარმოვადგინოთ 900 ლარი ან თუ უნდა შევამციროთ და არავინ უბრალოდ უნდა ერთ საათში თუ ჩავატარებთ, ნუ შეიძლება რომ განახევდეს. ნუ ეხლა ეგ არ არის მთავარი. მთავარი კიდე ის არის, რომ დაიწერა გუშინ განცხადება და ეხლა ბატონ ბახში ჟვანიას დღეს აცნობილი მეცნიერთა პროფესორს ხვალ ივარებენ იქ შეკითხვებს თუმე დირექტორატი უნდა შეიკრიბოს რაღაცა არც უნდა გაგიჩნდეს სურვილი რომ ეს ასეთ ადგილზე ჩაატარო ეგეთი რამე უკვე ხედავთ თქვენ აი რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი რა შვაშია ან ფულსატო უნდა იხდიდე ერთ ადგილზე მაინც რომ ჯერ ერთი პარლამენტში უნდა გქონდეს საშუალება მე ვყოფილ ვარ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში და შემიძლია გამოსულიყავი იქ სიტყვით მე საქართველოს მოქალაქეს შეკითხვა დამესვა ვიცი ძალიან ბევრ პარლამენტში ამის საშუალებები არის საქართველოს პარლამენტში არც ერთი პროგრამა რომელიც მეცნიერთა კონგრესს აქვს აი ის რაც არის პროგრამის სახელწოდება რა არის ესე იგი ეს არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა რომლის პრინციპი საფუძველი რა არის ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ეს ილია ჭავჭავაძის ის არის გაბრიელ კიკოძის ამ იმაზე მისი 200 წლის თავი და ძალიან ჩვენი მეცნიერთა კონგრესის ერთი გამორჩეული პიროვნება სწორედ უდგას ამ საქმეს სათავეში ისევე როგორც თავის დროზე გააკეთა ეს და ნუ ეხლაც ის დგას ეს სათავეში ამ საქმეების მას არ უნდა ძალიან რომ დასახელდეს, მაგრამ მე მიხარია რომ გურიას ასეთი ღირსეული ადამიანი ყავს და ესეთი აი როგორც იტყვიან აი ზრუნვით რო არის ყველასა და ყველაფრის მიმართ რაც ქართულია და ამ შემთხვევაში გურიასთან ეს ბატონ ზურაბ ჩხაიძეზეა ლაპარაკი, მაგრამ აი ვამბობ რომ ეს უნიკალური გამონათქვამია ხომ ესე იგი ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ეს არის ყველაზე მთავარი პრინციპი ჩვენ ეს გვინდოდა ამ როგორც გითხარით 21-ში, მაგრამ 4 ოქტომბრამდე არაფერი არ ღირს. მით უფრო 4 ოქტომბრამდე ხედავთ თქვენ რამდენი მთავრობა გამოაცხადა ესე იგი ზვიად გამსახურდიას იმა და არ არის დაცინვა ეს ქვეყნის აფსნაძეა თავრობის თავმჯდომარე.
ნუ აღარ მინდა უკვე არაფრის გაგრძელება. ეხლა ბურჭულაძე გამოდის და ამბობს რომ 8 საათამდე საღამოს 8 საათამდე უნდა გადმოგვაბაროს ჩვენ და ჩვენ თავრობას დავასახელებთო. ესე იგი აი აგერ კიდე რამდენიმე მთავრობა იქ პირველი პარლამენტის იმაში 4 მთავრობა ერთმანეთს ებრძვის. რომ არა მე ვარ მთავრობაო, მე ვიცნობ ძალიან ჭკვიან და კარგ კაცს, რომელსაც თხოვეს რომ შენიყავია დევნილობაში იმის ისა, სერიოზული მეცნიერია ყველაფერი, დღეს გვარს არ ვასახელე, მაგრამ 4 მთავრობა იქ არის. ანუ ისინი ერთმანეთს ეჭიდებიან და ერთმანეთს კლავენ. და აგერ კიდე ახალი მთავრობა, აგერ კიდე სხვა მთავრობები ჩამოყალიბდა. ანუ ხედავთ თქვენ რომ აბსოლუტურად ყველა ლაპარაკობს თავის მთავრობაზე. იმაზე კი არ არის ლაპარაკი რომ ჩვენ ხალხის ჯერ შევქმნათ მართვის სისტემა სწორი, რომ მთავრობას ბევრი რამე შეცვლა არ შეეძლოს. ვერც კი წარმოუდგენია სწორად რომ იყოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩამოყალიბებული, საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდებოდა კაცი, რომელსაც უმაღლესი განათლება რომ არ აქვს, ეს ერთია, მაგრამ კაცი რომელიც ამბობს იმას, რომ დიდი ტრადიცია დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ ფერის ცვალება ჯგონია ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული რაღაც ისეთი სარიტუალო ღონისძიება. ნუ ეხლა აი ხომ გესმით არა ეს სად ხდება ეს საქართველოში? ანუ იმ სისტემამ რომელიც იყო, იმან განდევნა პოლიტიკოსები კი არა მარტო, განათლებული და ჭკვიანი ადამიანები განდევნა ხელისუფლებიდან და ხელისუფლებაში მოვიდა გაუნათლებლობა, არაპროფესიონალიზმზე უარესი რა შეიძლება იყოს, როდესაც კაცი ამბობს იმას, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ მისი ოცნების სიაში შეგვეყვანა სხვა ქვეყნის აგენტები. რომ ერთ პერიოდში ჩვენ პრემიერ-მინისტრს კი დავეთანხმეთ ყოფილიყო სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აგენტი. თქვენ გესმით ბატონებო ეს რა სისტემაა ქვეყანაში? სისტემა არის ის, ამერიკაში პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ გავიდა პიროვნება, რომელიც ქალბატონთან ერთად სასტუმროში შევიდა და არც უნახავს იქ რა მოხდა შიგნით, მაგრამ ეს უცნობი მას მეუღლე ყავდა, ის უცნობი ქალბატონი იყო და ამის უფლებასაც კი არ აძლევს. თქვენ წარმოგიდგენიათ როგორ არის იქ მოწყობილი, აი ახლა ბოლო პერიოდში რაღაცები შეცვალეს, მაგრამ ნუ ესე იგი ვიმეორებ რომ როგორაა სისტემა მოწყობილი. ჩვენთან ვერ შეხვალ ვერავისთან ამერიკაში შეგიძლია რომ პრეზიდენტი საცხოვრობს რაღაც საათებია დღის განმავლობაში, კვირის განმავლობაში რამდენიმე დღე ნებისმიერ პიროვნება შეუძლია მივიდეს ნახოს. თქვენ შეგიძლიათ მიეკაროთ რომელიმე იმისი მინისტრის სახლს და სასახლეზე აღარ არის ლაპარაკი. შეგიძლიათ რომ ეხლა ბიძინევანიშვილის სახლში ვინმე შევიდეს და რაიმე ნახოს. ეს სასაცილოა ყველაფერი. იქ სისტემაა ამისი. ჩვენ ვლაპარაკობთ ბატონებო და ყველას მინდა მიუმართო რომ თემურ შაშიაშვილი მოგწონს არ მოგწონს ეს არაფერს არ ნიშნავს. არაფერი აბსოლუტურად ამაში ესე იგი შეიძლება გძულდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში თემურ შაშიაშვილი ესე იგი აკეთებს განცხადებას მეცნიერთა კონგრესის სახელი და თემურ შაშიაშვილი აკეთებს იმას რაც მსოფლიო მასშტაბითაა კარგი და ამბობს ერთ რამეს რომ არაფერი გარდა მართვის სისტემის შეცვლისა ამ ქვეყანას არაფერი არ უშველის. ბატონი ვახში ჟვანია, რომელიც მართვის სპეციალისტია, მსოფლიო 7 ქვეყანაშია მართვის სისტემა დანერგილი, საქართველოში არც კითხულობენ რას ნიშნავს ეს. გასაგებია ეს ეკონომიკის ხაზითაა, მაგრამ მართვის სისტემას ძალიან ბევრი საერთო აქვს და ეს მართვის სისტემები ზოგჯერ ბევრი რამ ჭიანჭველიდან არის აღებული და ზოგი ფუტკრიდან, ზოგინა ისია ეს მოწყობილი, სამყარო ისია ეს ყველაფერი რეალურად რომ ჩვენ მართვის სისტემა ასე ყალიბდება, რომ ძალიან ბევრი რამის ანალიზი კეთდება და ბატონი ვახში ამბობს, რომ მართვის სისტემაში ყველაზე სუსტი რგოლი არის ადამიანი. და საქართველოში მართვის სისტემა რომ არ არსებობს, ყველაზე მთავარი გახდა ადამიანი. როდესაც მართვის სისტემაში ადამიანი არის ყველაზე სუსტი რგოლი და მართვის სისტემა არ უნდა უშვებდეს არც სულს შიგნით და თუ შეიპარა შიგნით, მისი იდეები ვერ უნდა გატარდეს. აი ეს არის მართვის სისტემა. საქართველოში ვიმეორებ, არც დიპლომი გინდა, არაფერი არ გინდა, თუ იცნობ ვინც არის იმ დროს მთავარი, იცნობდი შევარნაძეს, შეიძლება გამختارიყავი ყველაფერი. იცნობდი სააკაშვილს და იყავი მისი მონა, შეიძლება გამختارიყავი ყველაფერი. იცნობ ბიძინა ევანეშვილს, ხარ მისი მონა, შეიძლება გახდე ყველაფერი. ეს რა მართვის სისტემაა? ეს მართვის სისტემა კი არ არის. ეს არის დანგრევა ქვეყნის. მე მინდა მივმართო მეცნიერებს, რომლებიც მეცნიერთა კონგრესში არ არიან. მე მინდა მე ვემზადები იმისთვის და დიდი მადლობა რომ ბატონ როინ მეტრეველთან გვაქვს ეს შეთანხმება რომ შედგება ინტერვიუ მასთან, ეს იქნება პრაქტიკულად საუბარი. მე მას
დიდი პატივისცემით იქნება ჩემგან ეს საუბარი და ბევრ რამეს იქ სულად ახალ რამეს გაიგებს ისა მე ბატონმა როინმა ამ დღეებში დამიდასტურა რომ ის არის ამის მომხრე უბრალოდ მე ველოდები რომ დამთავრდეს ეს არჩევნები და ეს ყველაფერი ეს მოვაგროვოთ ჩვენ გამოვიტანოთ ესენი რა არის და მე რეალურად ვთქვათ შედგეს ეს საუბარი მე ძალიან ვემზადები ამისთვის მე მას ვხვდები ამ შემთხვევაში არა მარტო როგორც ესე იგი როგორც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არამედ პიროვნებას რომელმაც ნახა ყველა მართვის სისტემა კომუნისტურიც ნახა მჟევანაძის მმართველობის პერიოდი ნახა შევარდნაძის მმართველობის პერიოდი იცის ესე იგი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი იცის დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდი და მე უბრალოდ შეკითხვაც კი მექნება რაიმე განსხვავებას ხედავს მე ვერ ვხედავ რაიმე განსხვავებას ეს არის უბრალოდ პარტიული ერთი პარტია ისვევა მეორეთი და აგრძელებს იმას რაც არის დაკავშირებული ხალხის დაჩოქებასთან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლასთან და არავით არის საქვეყნო არავით არის თქვათ ის რაც ამ ქვეყანას აი ამ მიწის ამ წყლის ამ ჰაერის ამ სითბოს ამ ბუნებრივი რესურსების ამ ადამიანური რესურსების ამ ინტელექტუალური რესურსების და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გეოგრაფიული პოტენციალის ქვეყანას ეს საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული პოტენციალი რომ ჩვენ ეს არის ღვთისმშობლის ქვეყანა ეს არის უფლის ქვეყანა და უფლის ქვეყანას არა აქვს მხოლოდ ჩაკეტილი იმ ქვეყნის ესე იგი კეთილდღეობის ფუნქცია კი არა აქვს არამედ ამ ქვეყანას აქვს სოფლიო პროცესებზე გავლენის და ძალიან კარგად ამბობენ ამას იმიტოა რომ მეცნიერთა კონგრესი 4 რამეზე ბიბლიური რა არის ბიბლიურია ვთქვათ ღვინო წყალი ესე იგი ბევრი რამ მაგრამ ამ შემთხვევაში თაფლი და ხორბალი აი 4-ვე რომ მეცნიერთა კონგრესს რომ რაღაც გარკვეული ის კონდეს და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რომ აი როდესაც შენ ასეთი პოტენციალი გაქვს როდესაც შენ ასეთი ადამიანები გყავს როდესაც შენ ასეთი გეოგრაფიული პოტენციალი გაქვს ერთადერთი არის ის რომ როგორც ამერიკელებმა დაადასტურეს თურმე ჩვენ რომ ამ ქვეყანაში მოწეული პროდუქტი და ეს პროდუქტი იყო ჯანსაღი მივიღოთ კვების პროდუქტად ეს ვაქციოთ ეს იქნება უკვე ქართველობის და საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი აი ამ საქართველოს სულიერი მისიის შესრულება და ეს და ჩვენ დღეს ვიღებთ იმ პროდუქტებს რომელიც ტყვით არის სავსე და ტყვით სავსე პროდუქტები ესე იგი აგრესიულს ხდის საზოგადოებას საქართველოს დღეს არის აგრესიული ხალხია აგრესიული რატომ იმიტომ რომ ჩვენ ასეთ პროდუქტებს ვიღებთ რომელიც 80% გარედანაა შემოტანილი თურქეთიდან ირანიდან აბსოლუტურად უხარისხოა ჩვენ რასაც ვაწარმოებთ და ყველაფერი აი ჩვენ მართვის სისტემაზე რომ ვამბობთ ვინმე გინახავს რომ მიწას უშველოთ რომ ლაპარაკობდეს მიწის ხუმუსი ესე იგი გაყიდეს ხუმუსი გაყიდულია ჩვენი აი ეს ჭაბურღილები რომელთა წყალი შეიძლება ამოვიღოთ გაყიდულია ზეცისა გაყიდულია ზღვაზე შავ ზღვაზე ჩვენ პრაქტიკულად უფლებები არ აქვს ესე იგი თევზის ჭერაც კი არ შეგვიძლია მე მგონი ყველაფერი განადგურებულია და ეხლა მოდი კიდე დარჩა რაღაცა პატარა და მოდიან რომ დიდდებიან მოდიან ხელმო დიდდებიან ვინც მიდის გარეთ ქვეყნის გარეთ წავა უამრავი თუ მართვის სისტემა არ შეიცვალა რატომ იმიტომ რომ მიწა გაბერძნება პრაქტიკულად და ჩამოვლენ იმ ქვეყნებიდან წარმომადგენლები რომელსაც აქ მიწა და წარმოება კი არ აინტერესებთ არამედ ფულ შეულებენ თავის ქვეყანაში და აქ ეკნებათ ფული რომ დახარჯონ ანუ პრაქტიკულად ისინი იბატონებენ ჩვენზე ხვალზე აბა ეგ რა არის დაიცალა საქართველოს მოქალაქეებისგან ქართველებისგან ივსება საქართველოს უცხო ტომებისგან ჩვენ რეალურად ესე იგი დემოგრაფია არის კატასტროფული ჩვენთან მიწის მდგომარეობა არის კატასტროფული წყალი იწამლება ჰაერი იწამლება უკვე კავკასიონზე ნობა ძალიან მძიმეა ყველაფერი რატომ ხდება ეს ყველაფერი ბატონებო იმიტომ რომ მართვის სისტემა არასწორია და ვინც მოდის ის ფიქრობს რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად წაართვას ბუნებას წაართვას ის მიწა გაყიდოს იმ მიწა დაშხამოს და დღეს თუ აი მოიყვანოს 6-7 ტონა რუსეთის ხორბალი მოყავთ საქართველოში ესე იგი საწამლავი დუბედურები ჯერ იქედან ჩამოტანილი მოსაწამლავია ხორბალი საქართველოში ვერ სათესლეთ რო გინდოდეს
ძალიან გაგიჭირდება რომ ნახო წითელი დოლი, თეთრი დოლი, რომ ნახო აი ქართული ჯიშები, რომ ნახო რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი რუსეთი და თავისთავად არ არის კარგი, რომელიც შემოდის იქიდან, ამას კიდე შხამავენ ჩვენთან 6-7 ტონას იწევენ 1 ჰექტარზე, მაშინ როდესაც აი აგერ ყველაფერი თან გადაყვა და აი ყოველგვარი ესე იგი პესტიციდების, ჰერბიციდების იმის გარეშე აი 2 ტანის ფარგლებში მოიწია და დიდი მადლობა იმ მეწარმეებს და იმათ ვინც ამას მიეხმარნენ, ვინც უკვე ქართულ ჯიშზე ფიქრობს, მეცნიერები ამბობენ იმას რომ ქართული მიწის მომავალი არის უმძიმესი, მაგრამ ქართული მიწის მომავალი კიდევ უფრო მძიმე გახდება თუ ჩვენ არ შევცვლით მართვის სისტემას. მამული ენას არწმუნოება, მამულია ის რაც დაკავშირებულია მიწასთან, წყალთან, ხაერთან, სითბოსთან, ხალხთან, ამ ქვეყნის მთავარი სიმდიდრე ხალხია, მიწაა, წყალია, ხაერია, სითბოა. ჩვენ ამას ვსპობთ ყველაფერს. და ესე იგი აი წალკოტი ვაქციად უდაბნოთ. რეალობა ეგ არის, რატომ რომ მართვის სისტემით მოვა ხვალ ხელისუფლება და იტყვის, გასაკიდი დარჩა ეს, მოდი ეს გავყიდო. აი გარჩა მეტი არაფერი, ეხლა მოდიან ეხლა ადგილობრივი მე ვნახე ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც ამბობს იმას, რომ მოდი ხელისუფლებაში სიაში რა გინდა მეთქი რა. მოვდივარ რა სხვა თუ გამდიდრდა, მეც კი შემიძლია გამდიდრებაო და ჯერ კიდე რაღაცა არის, ისი გაკიდვა რამე შეიძლებაო და ან მე ჩავიგდებ ხელში და აი ამისთვის მოდიან ადგილობრივი ხელისუფლებაში დღეს რომ მოდიან, არაფერი ამ ქვეყანაში არაფერი ბატონებო, კიდე ერთხელ ვამბობ და გამოკვეთილად და პირდაპირ ვამბობ, არაფერი ამ ქვეყანაში არ იქნება პროგრესთან დაკავშირებული მართვის სისტემის შეცვლის გარეშე. ჩვენ მივმართეთ, აი აგერ რა უნდა იყოს მეტი უკეთესი. მე აღარ ვლაპარაკობ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაზე, რომელშიც უნიკალური ისინია ჩამოყალიბებული და ესე იგი პუნქტები ეს ცალკე იქნება ამ დღეებში გადაცემული, მაგრამ არის მეორე დოკუმენტი, რომ გელათში 8 თებერვალს, ამ წლის 8 თებერვალს გელათში მიმართვა გაკეთდა პარტიებისადმი. ამა თქვენად არ წავიკითხო, მაგრამ აწერია, ნახეთ, ჩვენი ქვეყნის ისტორია ადასტურებს, რომ ქვეყანა ძლიერი იყო მაშინ, როცა მეცნიერებს ჰქონდათ ქვეყნის განვითარების რეალური პროგრამები, როცა ხელისუფლებები მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით წარმართავდნენ რეალურ პოლიტიკას. დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა იყო ამის მაგალითი. საქართველოს მეცნიერებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების უნიკალურ მაგალითს აძლევდა მთელ მსოფლიოს. დღეს იმ ეპოქაში, როცა დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 და გარდაცვალებიდან 900 წელია, ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას, ისტორიულ ფესვებს, კარგად გავიაზროთ ერის მამის ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული სიტყვები, ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად. აი მე წაგიკითხეთ, ეხლა მეცნიერები, ცნობილი მეცნიერები აწერენ ხელს ეს მიმართვა გაუგზავნეს პარტიებს. აი ბოლო პუნქტი, რომელიც ნახეთ რა წერია. ისტორია ადასტურებს, მეცნიერები მიმართავენ პოლიტიკოსებს. მეცნიერული ისტორია ადასტურებს, რომ ქვეყანა კრიზისში მაშინაა, როცა ქვეყნის შიგნით გვაქვს დაპირისპირება. და ეს კრიზისი მით უფრო ღრმაა, რაც უფრო მწარია დაპირისპირება. ისტორია ადასტურებს იმასაც, რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოდიოდა კრიზისიდან, როცა დაპირისპირებული მხარეები ახერხებდნენ ერთმანეთთან საუბარს და შეთანხმებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ სწორედ ამ ხედვით თავაზობთ მეცნიერებისა და პარტიების პოლიტიკოსების დიდ დისკუსიის დაწყება საგურამოში. პირდაპირ და მოკიბის გარეშე ვამბობთ, დრო აყენებს ასეთი შეხვედრის აუცილებლობას და არ გონია ამაზე უარის თქმას რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თუ მას ოდნავ მაინც გააჩნია პასუხისმგებლობა ხალხის და ქვეყნის წინაშე თქვას უარი. გადავდგათ ეს ნაბიჯი. ხალხი ამას ელოდება, რეალურია და ჩვენ შეგვიძლია კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად. კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად. აი ეს არის ამუნარიდი ორი იმ მიმართვიდან, რომელიც ყველა პარტიას ამ წლის 8 თებერვალს გაუგზავნა, ესე იგი მეცნიერებმა გაუგზავნეს მეცნიერთა კონგრესმა და თხოვეს, რომ შევიკრიბოთ საგურამოში და მოდით ვიმსჯელოთ საგურამოში ამას. თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე პარტია მოვიდა? ხელისუფლება არ მოვიდა. არც ოპოზიციური პარტია არავინ არ მოვიდა. თქვენ არ ფიქრობთ ამის შემდგომ იმაზე, რომ ეს სისტემა თუ არ შეიცვალა, ჩვენ უმძიმეს მდგომარეობაში ვართ და კიდევ უარეს შევიქნებით? არ არის ბატონებო სხვა გამოსავალი. არ არის სხვა გამოსავალი.
თუ ეს სისტემა არ შეიცვალა ის რაც როცა მიმართვა გაკეთდა ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს ხელისუფლებაში აი რაც ჩაწერეს მეცნიერებმა და ქართული ერთობის დარბაზმა 4 რამ რაც აუცილებელია კანდიდატურის დასახელებისას ეს არის ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა, წესიერება. ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა, წესიერება. აი იმის ხაზგასმასაც ვაკეთებთ რომ წესიერებაა უმთავრესი, რომ წესიერების გარეშე ინტელექტი და გამბედაობა დამანგრეველი ხდება. ქვეყანას სჭირდება ადამიანები, რომლებშიც არის ძველი და ახალი ცოდნის ერთობა, ადამიანები, რომელთაც სიცოცხლის ფასად შეუძლიათ დადგნენ საქართველოსთვის. მე აი აქ ერთი რამ თავი უნდა შევიკავოთ პარტიიდან პარტიაში მორბენალთაგან და მოღალატური ბუნების ადამიანებისაგან. მათგან ვისაც ოდესმე ხელი ვინც ოდესმე ხელი აუწია ესე იგი გარედან თავს მოხეულ ანტი ქართულ კანონებს ჩვენ ერთგული უნდა ვიყოთ ილია ჭავჭავაძის სიბრძნის ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს და კიდევ ერთი რაც მთავარია საქართველოს მომავალს სწორედ ის ადამიანები მისცემენ რომელთაც კარგად ესმით ილიასეული დებულება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად აი ასეთი რამები ჩამოყალიბდა ასეთი დოკუმენტები შეიქმნა რეაქცია 0 არავითარი გამოხმაურება რა არის ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ სკამისთვის ეხლა ჩვენ თქვით რომ რა არის მთავარი ინტელექტი ესე იგი გამბედაობა ეს ძალიან აი 4 რამეს ვკითხულობთ რომ ზუსტი იმით მიმდევრობაც მინდა რომ ეს არის მსოფლიო მეცნიერების ენერგია ინტელექტი ენერგია გამბედაობა წესიერება ინტელექტი ენერგია კაცი რომ მიდის იმა ენერგია უნდა კონდეს უნდა ასხივებდეს ენერგიას გამბედავი უნდა იყოს ტანკთან კი არ უნდა დაწვეს თუ საჭირო უნდა დაუდგეს სიცოცხლის ფასად უნდა იდგეს და წესიერება უნდა კონდეს რომ პირველი 3 ძალას კარგავს თუ არ არის წესიერება მე გეკითხებით და ლაპარაკი არის პარტიიდან პარტიაში მორბენალი არ იყოს და ბევრი რამ მე რა ვნახე ამ დღეებში ახალგაზრდებთან რომ მიდგნენ იქ გავიდნენ და ლანძღავდნენ ამ ხელისუფლებას დღეს ხელისუფლების სიებში არიან მოღალატებუნების ადამიანებით ბატონებო სისტემა არ უნდა უშვებდეს ამას საფრანგეთში სისტემა არ უშვებს იმას რომ მილიონერს არ აქვს უფლება რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა გესმით რომ როგორ სისტემაზეა ლაპარაკი ჩვენ დღეს იმ ქვეყანაში რომელზეც ვამბობთ რომ 4 საყრდენი უნდა კონდეს აი ყველაფერი ეს არის იონე პეტრიძის ფილოსოფიური მემკვიდრეობა ანუ ის ფილოსოფიური მემკვიდრეობა რომლითაც სავსეა საქართველო და ამას მსოფლიო აღიარებს პირველი ეს არის ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა ამას აღიარებს მთელი მსოფლიო და ნიკო ნიკოლაძე იყო ყველაზე დიდი ევროპელი და პრაქტიკულად ევროპაში ბევრ რამეზე გავლენა მოახდინა და სასწაულები აქვს გაკეთებული თუნდაც სამტრედიაში და სპოჩი, ქუთაისში და ასე შემდგომ მეორე ეს არის მესამე დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია რომელთაც მსოფლიო ცდილობს რომ მსოფლიო საყრდენად გაიხადოს ჩვენ იგნორირებული გვაქვს და მეოთხე ილია ჭავჭავაძის ეროვნული მემკვიდრეობა მითხარით რომელს ხედავთ დღეს ბატონებო სისტემა ჩვენი უნდა ეყნობოდეს სწორედ ამას სისტემა ჩვენი უნდა ეყნობოდეს რაც ვთქვით ჩვენ აი 7 რამეა რომელზეც ლაპარაკობთ ჩვენ ეს არის ბიბლია ქართლის ცხოვრება ვეფხისტყაოსანი ეს არის ფილოსოფიური მემკვიდრეობა იონე პეტრიძის სახელი ნუ პირობითად უწოდოთ ეს არის ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია და ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეოლოგია აი რა საყრდენები აქვს და იმ ქვეყანაში სადაც მიწა წყალი ხაერი სითბო და ის რაც დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსები ადამიანური რესურსები ინტელექტუალური რესურსები არის უნიკალური და ჩვენ გეოგრაფიული რესურსი რომელიც დავით აღმაშენებელმა აქცია რეალობად ის კი არ უტირია რომ საქართველოს ცუდ ადგილზე არისო რომ პირიქით იმას ამბობდა რომ ჩვენ ვართ კარგ ადგილზე და ჩვენ უნდა უკარნახოთ მსოფლიოს ბევრი რამო
და შეძლოს დღეს დავით ამოშენებელი აღიარებულია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სამეულს გარეთ არასდროს არ იხსენიებენ მას მსოფლიოში და ასევე არის მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე საუკეთესო პოეტად მიჩნეული არის შოთა რუსთაველი და მეორე ვაჟა-ფშაველა ამ ქვეყანაში ბატონებო შეიძლება გაუნათლებლობა მეფობდეს ამ ქვეყანაში უნდა იყოს ერთი ნიჭის ძალაუფლება არაბითარი რადიკალიზაციის მომხრე არ ვარ მხოლოდ ერთი რადიკალიზაციის მომხრე ვარ ინტელექტუალური რადიკალიზაციის მომხრე ვარ და ვამთავრებ იმით რომ გამოკვეთილია მეცნიერთა კონგრესის პოზიცია ჩვენი მომავალი უნდა იყოს აი ასე რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქაზე რომელიც დღეს არის პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქა და ჩვენ უნდა გადავიდეთ მეცნიერების ერაში მეცნიერების ერის გარეშე ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს არავით არის პრობლემა პარტიათა ურთიერთობას პოლიტიკური სხვადასხვა შეხედულებების ურთიერთობას არავით არის პრობლემა არ გააჩნია მით უფრო როდესაც არსებობს ბიბლიური დებულება მთავარში ერთობა სადაოში თავისუფლება ყველაფერში სიყვარული აი ამას ეკუთვნება ჩვენი ყველა დოკუმენტი მთავარში ერთობა მთავარი სამშობლოა სადაოში თავისუფლება სადაო პოლიტიკური შეხედულება კი ბატონო თქვენ სხვა გაქვთ მე სხვა მაქვს არ არის პრობლემა შეგვიძლია თანამშრომლობა და თანამშრომლობა ნახეთ როგორ მაგრამ ყველაფერი სიყვარული შეიძლება ასე ვლანძღავდეთ ერთმანეთს აი დღეს აგერ ერთ-ერთმა ამერიკელი რომელიც თქვათ ამ უკრაინაში დანიშნა ტრამპმა როგორც თავის წარმომადგენლად 80 წელს გადაცილებული პიროვნება და ანუ ამბობენ რომ ერთ-ერთი ნიჭიერი ჭკვიანი კაცი ერთ-ერთი ჩვენთან გული დაგწყდება როგორ ლანძღავენ ერთმანეთს ჭკვად ხელი უწოდა ვიღაცამ ესე იგი ის უწოდა რომ ესე იგი რა თქვა იმ კაცმა თქვა რომ რუსეთის ადგილზე რო ვიყო ახლა ამ ატომური იარაღზე არ ვილაპარაკებდი ამდენსო იმიტომ რომ ატომური იარაღი აქვს ევროპაში საფრანგეთსაც ბრიტანეთსაც და ამერიკაზე აღარ არის საუბარიო და ამ ატომურ იმაზე იარაღ საუბარი არ ასეთი რამე თქვა და ეს ჭკვად ხელია და რა ვინ გაძლევთ თქვენ იმის უფლებას ან რატო ამბობთ რომ მე ხო ამბობდი ვინ ხართ თქვენ მე რაც თქვი დღეს ეს არის კვლევა მსოფლიოში სერიოზული კვლევა რომელიც მეცნიერთა კონგრესმა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს უწარმოებიათ ეს არის კვლევა ჩვენი ქვეყნის ისტორიის და მასზე დამყარებული ეს არ არის თემურ შაშიაშვილის მოსაზრებები ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა ეს პრაქტიკულად შეიძლება ჩვენ ზოგად კაცობრიულ იდეად ვაქციოთ დღეს საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და ეს საქართველოსთვის აი როგორც ზოგად კაცობრიული ასეთი გახდეს და ბევრგან შეიძლება გადავიდეს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამბობენ როგორ მოჭამეს აი როგორც იტყვიან ამ პარტიებმა აი თავისი დრო ყველაფერი და სულად სხვა რამ არის საჭირო იქნებ სწორედ ამის განაცხადი კეთდება მეცნიერების მიერ ჩვენ გჭირდება არა რევოლუციები ჩვენ გჭირდება არა რევანშიზმი ჩვენ გჭირდება ხელისუფლება რომელიც არ დაუშვებს ქვეყნებს ჩვენ გჭირდება კონსტიტუცია რომელიც ან ჩვენ გჭირდება მართვის სისტემა ისეთი რომელიც არ დაუშვებს ხელისუფლებაში ფულისა და ძალაუფლების მოყვარულის მოსვლას ჩვენ გჭირდება საქართველოს ხელისუფლება რომელიც ქვეყნის შიგნით შურისძიებით არ იქნება და ქვეყნის გარედან ვალდებულებები არ ექნება აი ეს არის მეცნიერთა კონგრესი კი ბატონო ვის აქვს უკეთესი გამოიტანეთ ნახოთ დავსხდეთ ვილაპარაკოთ ჩვენ მზად ვართ თქვენთან მსჯელობისთვის პაექრობისთვის მოვიდეთ გეწვიოთ სადაც გნებავთ თქვით და რამდენიმე ოჯახიდან დაგვირეკეს და გვითხრეს აი მეზობლობაში მინდა შეგრება მოიტანეთო და ტაშით გამოგვაცილეს რა კარგი რამეაო მაგრამ ვინ გაძლევს ტელევიზიას აბა მიეცით საშუალება მეცნიერთა კონგრესს ერთი რომელიმე აი თქვათ 4 გადაცემა თითოეული ტელევიზიით რომელიც თელ საქართველოს მუშაობს მიეცით ერთი თვის განმავლობაში კვირაში 1 საათი ერთი თვის განმავლობაში ოქტომბრის თვიდან მოყოლებული მიეცით 1 საათი მერე ვნახოთ ხალხში განწყობა როგორი იქნება და მერე ვნახოთ როგორი კარგი იქნება ის არჩევნები რომელიც შედგება გადარჩება ყველა ჩვენ ყველანი ვჭირდებით ამ ქვეყანას ბიძინე ავანიშვილი სჭირდება მაგრამ არა პოლიტიკაში
მიხეილ სააკაშვილის არა ამ ამბიციებით, ყველანი ვჭირდებით, მომღერალი უნდა მღეროდეს, ფეხბურთელი ფეხბურთს თამაშობდეს, თეატრალი თეატრში იყოს და პოლიტიკოსი პარლამენტში იყოს. ყველაფერი თავდაყირაა. ბრეიგელის სამყაროში ვცხოვრობთ. ბუნებრივი უნდა გავხადოთ, ბუნებრივ რელსებზე უნდა გადავიყვანოთ საქართველოს. ბუნებრივი განვითარება საქართველოსთვის არის ყველაზე მთავარი. ამაზეა ორიენტირებული მეცნიერთა კონგრესი. დიდი მადლობა და თქვენ ნახავთ ახლა იმას ნიშნავს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება.